პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ სურვილი გამოხატეთ, გამოიჩინეთ და მესამე სეზონში გიხილავთ ორივეს და თქვენს გარდა კიდე 6 არტისტს. პირველ რიგში ალბათ ყველაზე მთავარი კითხვა ყოველთვის ეგაა, თავს როგორ გრძნობთ რა? ეხლა თუ ზოგადად. ეხლა როგორ გრძნობთ თავს, აი რას გულისხმობ, იცი? როცა იცით რომ წარმოდგენილი გაქვთ უკვე რომ სეზონი გეწყებათ, აი როგორი დამოკიდებულებით ხართ და რას გრძნობთ საერთოდ, როგორ ხართ რა? დაიწყებ თუ გინდა მოდი შენ დაიწყე გახსენი, იმიტომ რომ გამოცელი კომფორტული ზონა გაქვს მაინც რა. აი ესე ვიტყვი რა, მენტალურად უგრძნობ ძალიან კარგად თავს რა. დიდი ხანია, მესამე სეზონზე იცი შენ რომ დიდი ხანია ვაპირებდი, გეგმავდი, მქონდა პერიოდი რომ გადაფიქრებულიც მქონდა რაღაცა, მაგრამ ხო რა, ბოლოს მაინც ისე შეჯერდა რომ დავლაგდი და მეთქი კი საჭიროა რა. ხოძე ვარ და იმედია რომ ხო რა, მაგას დაინახავს ხალხი რა. მესმის რომ არტისტ გახსნაც არ გინდათ ხოლმე საერთოდ არტისტებს პოდკასტებში რას და როგორ ამბობთ. აი, კარტი არ არის ხა ეგ, ან დარწმუნებული, ანუ რავი, ხოძე რო ვარ, ეგ დიდად კარტი არ არის. ან დარწმუნებული ვარ რომ ხოძეა ეს ბიჭიც, იმიტომ რომ ხო, შეუძლებელია რო არ იყას რა, ხო. რავი, კი, ზადო. შენ როგორი დამოკიდებული, როგორ გრძნობ თავს პირველ თავს რიგში? გრძნობ იდეალურად პირველ რიგში. Yes. ვიცი როგორც იქნება ყველაფერი. და რავი რა, შემდეგებს დავინახოთ მეთლში. ხო, თითქმის დარწმუნებული ვარ ყველა არტისტი ამას მეტყვის. ახლა ცოტა ხნის წინ არტისტები აქ სხვა ორი არტისტი იჯდა და ორივე მეკითხა რომ კარგად ვართ და დანარჩენს ნახავთ ბეტლზე. დარწმუნებული ვარ რომ დანარჩენს ბეტლზე ვნახავთ, მე ეპიცენტრში ვიქნები ამ ყველაფრის და მე ყველაზე პირველი ვნახავ და შევიგრძნობ ამ ყველაფერს. მაინტერესებს ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება, როგორ ვიცი რომ აქამდე არ იცნობთ ერთმანეთს, გუშინ პირველად რა შევიკრიბეთ, მაშინ გაიცანით ერთმანეთი და პირველ რიგში ალბათ კამი შენ კითხავ რო ნახე ვიდეო. მისი ვიდეო რო ნახე, რას ფიქრობდი, ანუ ბევრმა მაგალითად სურვილი გამოხატა, რომ შენთან უნდა ბევრს პეტლი რა, იმის გამო რომ ბევრს მოეწონა შენი ვიდეო, რომელიც ჩაწერე PvP Flows-თვის. რა თქმა უნდა, ჩვენც რომ მოგვეწონა, ამიტომ ხარ ახლა გიჟი ვითხოვდზე. და ჩვენ ერთად და შენ რას ფიქრობ? აი, ეს ვიტყვი და მიხვდები ჩემ დამოკიდებულებას რა. ჩემი აზრით, ნუ პროექტს შეცდომა არ დაუშვია, ეს ბიჭი რომ აიყვანეს რა. მეც მომეწონა შესარჩევი, ვნახე, ანუ რაც გავიგე რომ შევხვდი იმის მე რომ ვნახე შესარჩევი რა. და კი, ანუ მომეწონა, ანუ გამისწორდება ბეთლი რა. შენ რა სიტყვი შენს ოპონენტზე? რა ვიცი, მშვენიერი ბიჭი არის ხო? საერთო ნაცნობიც გამოგიჩნდა ყავს. და რავი, არანაირი სუდი დამოკიდებულება ხო არის. როგორც Battle MC-ზე რას ფიქრობ? როგორც Battle MC რავი, ნორმალური, მშვენიერი რა. მე შემიძლია თამამი ვიყო და ვთქვა ხოლმე ჩემი რაღაცაები რა. გამი ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი Battle MC ეს აქ ვამბობ პირველად კი ბევრჯერ მაქვს ნათქვამი და იმიტომ შემიძლია აქაც თამამად ვთქვა რა. მაგრამ სიმართლეს გეტყვი, შენი ვიდეოთი მართლა თავიდან არ მჯეროდა. მე კიდე ერთხელ მოვუსმინე და ვა, მეთქი მართლა, მე გიგუნამ ჩემი მამიდაშვილი არის რომ მეხუმრა. მაგარი იყო ეგ. და მეთქი შენი მამიდაშვილიც რომ არ იყოს, მაგარი ბიჭია ძალიან თქორა და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან საინტერესო სეზონს შემოგთავაზებ და ვიცი რომ მაქსიმალურად მოტივირებულები ხართ. ეხლა მთავარი კითხვა რაც მე ჩემი მხრიდან მაქვს რა, მონაწილეობა თუ ჩემპიონობა? იქ ნახავთ ყველაფერს რა. შენი ვიცი ყველაფერი რა, მაგრამ კარგია თუ ჩვენს მაყურებელსაც ეტყვი რა ამას რა. ჩემი აზრით არა მარტო ჩემი რა, ყველას მიზანი უნდა იყოს, როცა გამოდიხარ ჩემპიონობა რა, მთავარი პრიორიტეტი ეგ უნდა იყოს და დანარჩენი ყველაფერი მეორე ხარისხოვანია. ნუ გულისხმობ რაც პროექტს ეხება რა. არის ვინმე ისეთი ვინც გამოდის და ჩემპიონობა არ უნდა რა. არა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ აი თქვენ ჩემი კითხვები თქვენს მიმართად ზუსტად მაგის გამო ისმევა. ვსვამ ამ კითხვებს რომ მაინტერესებს დამოკიდებულება, ანუ იმიტომ რომ თუ კარგ გაქვს თუ არა მომენტი რომ აი არ უნდა წავაგო და თუ წავაგო. მე მგონი ეს მომენტი არ უნდა გქონდეთ, იმიტომ რომ პირველ რიგში თქვენი თავის მაქსიმუმისთვის უნდა მოხვიდეთ აქ და თქვენი თავის მაქსიმუმი ისაა, რომ ჩემპიონობისკენ გზა გაიმარტივოთ უფრო რა. მე მაინტერესებს 4 ბეტლი გვექნება. ჩვენმა წინ არტისტებმა ვინების თქვენს ადგილას იჯდნენ აქ, თქვენს რომ ჩვენი იქნება main event-იო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ბეტლი ჩვენი არ არისო და თქვენ რას ფიქრობთ? აი, გაგიკვირდება და მეც ეგრე ვფიქრობ. Main event-ი არ ვიცი, რამდენად იქნება, მაგრამ
ჩემი აზრით რაღაცა ყველაზე ცეცხლი იგზნობა რა. აი აქედან ცეცხლი წამოვა რა, ჩემი აზრით და აი ხო არ ვიცი სხვები რა სიზავენ მაგაზია დამოკიდებული თორე ესე ვიტყვი რომ ჩემ თავში მე ეჭვი არ მეპარება რა. ხო რა. მე ჩემ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს ისე რა, მაგრამ აი ზუსტად ვიცი რომ main event-ი იქნება. აჰა, всё, შეიძლება დაგვიდგეს ვისაც უნდა დაიჟე. ანუ ეხო ნახე თან რა მომენტია რატო ამ კითხვას, იმიტომ რომ მაყურებელი მზად იყოს იმისთვის რომ იცოდეს თავიდანვე რომ თქვენ თავის მაქსიმუმის დადებას აპირებთ აქ რა, იმიტომ რომ ჩვენთვის კი არა ეს მნიშვნელოვანი რა, თქვენი მომავალი მსმენელებისთვისა ეს მნიშვნელოვანი რომ იცოდნენ რომ თავიანთი საყვარელი არტისტი ნებისმიერ დროს თავის მაქსიმუმს დებს რა, ეგ ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შრომა აჩენს ემოციას ადამიანის მიმართ და სიყვარულსაც გისურვებთ პირველ რიგში კი არა და ერთადერთ რამეს გისურვებთ რომ ბეტლზე რომ მოხვალთ და ბეტლის გარეთაც თქვენი თავის მაქსიმუმი დადოთ ნებისმიერ საქმეში. დარწმუნებულები იყავით რომ მოგებით და წაგებით აქ არაფერი არ იწყება და არ თავდება. ყველამ კარგად იცის ეს ამბავი ჩვენ სეზონებში აქამდე ვინც ანამყოფი მაგათმა მით უმეტეს. მთავარი არის ჩვენს რო ამბობ ამ დროს გულისხმობ მაყურებელს დავინახოთ თქვენგან მონდომება, დავინახოთ სიყვარული საქმის მიმართ და დამიჯერეთ, მოიგებთ თუ წააგებთ, საერთოდ არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ ექნება. თუ ხალხი ნახავს რომ თქვენ ამას გულით აკეთებთ და აკეთებთ იმის გამო რომ გიყვართ ეს საქმე რა ჩვენ ვილაპარაკეთ სანამ ბიჭები ყველანი მოვიდოდნენ ჩვენ მქონდა დრო იმისთვის რომ ერთმანეთთან ერთ-ერთზე რაღაცაები გვეთქვა რა ძალიან მომწონს შენი мотиваცია და ის მუღამები რაც გაქვს ჩემთანაც ახლოს არის რა სიმართლე გითხრა და მიხარია რომ ასაკი ეს და მიუხედავად შენ მენტალურად საერთოდ სხვა ადამიანი ხარ სხვანაირი ტიპი ხარ იმიტომ რომ ჩემი თავი რომ ახსენდება მაგასაკში და სხვა ადამიანები მენტალურად ესეთი დიდები არ იყვნენ ხო ხვდები და მიხარია რომ ესეთი ჩამოყალიბებული ბიჭი ხარ ვიცი რომ შენ იმის გამო ხარ თან ესე რომ ბევრი შენი ცხოვრებისეული რაღაცეები გაქვს ბევრი პასუხისმგებლობები გაქვს უკვე ბავშვობიდან აღებული და გისურვებ რომ ეს პასუხისმგებლობები ბოლომდე 100%-ზე გაიტანო და გააკეთო რა კამიზად შეეხება იცის მან ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ ძალიან გაფასებ და კიდე ერთხელ ვიტყვი თქვენ ყველანი იყავით კამი იყო წასული მაგ დროს იმიტომ რომ კამი უკვე ყველაფერი იცოდა სტუდიაში რა როგორ რა ადგილას რა იდებოდა ამიტომ მე წავალო ეხლაო და ბიჭებს აუხსენი ოთხარია იქ გახსოვს რაც გითხარია პირველი ბიჭები რომელსაც მოემსახურება ჩვენი სტუდია ლეიბლი აქ მინდა დავაფიქსირო მოემსახურება იქნებიან კამი და მოსკა იმიტომ რომ ეს ბიჭები არიან ბიჭები რომლებიც ყოველ ჯერზე როცა დახმარება დამჭირდა გვერდში მედგნენ ანუ ჩემ საქმეზე წინ ჯერ გაკეთდება ამ ბიჭების საქმე მაგრამ გუშინაც გითხარით რა ეს იმას არნიშნავს რომ თქვენი საქმე არ გაკეთდება რა თქმა უნდა ყველა ჩემი მოტივი არის რომ აბსოლუტურად ყველამ გააკეთოთ კარგი ტრეკები მაყურებელს სხვანაირად შეაყვაროთ კიდე თავი იმის გარდა რომ მაგარი ბეტლ MC-ია ამით არ იწყება არ მთავრდება რა შეიძლება ხვალ და სექს საერთოდ არ გინდოდეს ბეტლ MC იყო რა ხო ხვდები და გინდოდეს სხვა მეტად მნიშვნელოვანი რაღაცები აკეთოთ და ჩვენ გვინდა რომ შეძლების და გვარად ამ ყველაფერში ხელი შეგიწყოთ რა ეხლა ყველაზე ნუ ხო ეგ მადლობაც არა საჭირო იმიტომ რომ ჩვენ ურთიერთობა გვაკავშირებს და ჩვენ სხვა ძმობა გვაქვს და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენც იგივე რაღაცეებს გამოვივლით რაც მე და კამიმ გამოვიარეთ რაც კამიმ და ფლოუმ გამოიარა ხო ხვდები იმიტომ რომ ნიშნულოვანია ჩვენთვის უფრო ურთიერთობები ვიდრე რაღაც აი უნიჭიერესი ადამიანი შეიძლება იყოს ცუდი როგორც ადამიანი ცუდი მაგრამ ნიჭიერი არტისტი ხვდები და ჩვენ არ ვჭირდება ეგ ჩვენ გვინდა რომ კარგი ადამიანი იყოს და კარგი ადამიანები იყვნენ ჩვენს გვერდში რა ადამიანები რომლებსაც ძმობა ესმით რომლებსაც საქმე ესმით რომლებსაც გვერდში დგომა ესმით და ასე შემდეგ რა ანუ აი ბოდიში კარგ ადამიანს და ცუდ არტისტს აქვს უფრო დიდი შანსი რომ გახდეს ან აქვს შანსი რომ გახდეს კარგი არტისტი მაგრამ ეგ თუ პირიქით არის ცოტა რთულადაა ეს საქმე რა კი მაგალითად კენი ვესტი რა არა მე ქანი არ გამდის ეგეთები ქანი ხო ნუ ეხლა შენ ხო ზუსტად ისი რომ მე როგორ ვუსმენდი კენი ვესტი და როგორ მიყვარს მისი შემოქმედება მაგრამ ნუ აი ესეთი ადამიანი ვარ რომ თუ ვამუღამებ რომ პიროვნება არის ცუდი რაც უნდა ნიჭიერი იყოს მის მუსიკაში უკვე ეგ სიმართლე იკარგება იმიტომ რომ როგორც პიროვნება არის ცუდი ხვდები და შეუძლებელია ცუდმა პიროვნებამ კეთილი მუსიკა გააკეთოს რამე დააშავა რამე და არ ვიცი შიგა აქ პროსტა რა არ მომერიდება ამის თქმა და ვიტყვი რომ შიგა აქ რა ადეკვატური ავამყოფი
ანუ ეს უდი გაგებით ვიდეოებს რაღაც ექსკლუზიურ ფრაზას აძლევ ხოლმე მაგე კანიევას შიგა. მე ხომ მაინტერესებს ერთმანეთს ხო არ გინდათ რამე უთხრათ რა. წარმატებები მართლა. ანუ მე მქონდა პირველი პოდკასტი მქონდა ტოტოსთან და იქ ესეთი რაღაც თქვი რომ წარმატებებს არ გისურვებ და რაღაც არა წარმატებები მართლა მთელი გული წარმატებები. ასეც მოწარმოდებები. აი ხა. ოკეი. მე პირველ რიგში ისევ კიდევ ერთხელ გავიმეორებ რა. ყველა პოდკასტზე მომიწევს ამის თქმა, იმიტომ რომ პირველ პოდკასტზე ვთქვი რა. ერთ-ერთ მებრძოლს კითხეს ესეთი კითხვა. იყო ლეგენდა თუ იყო ჩემპიონი? ალბათ კითხვა რო გესმის პირველი ლეგენდას პასუხობს ყველა რა, ალბათ უმეტესობა რა. მაგრამ ისეთი მაგარი ახსნა მისცა ჩემპიონობას, მირჩენია ვიყო ჩემპიონი ვიდრე ლეგენდაო, რომ მინდა რომ თქვენს გაგიზიაროთ ეგ თუ არიცით რა. ჩემპიონი არ ნიშნავს ადამიანს, რომელსაც ქამარი აქვს წელზე შემოხეული. ჩემპიონი ნიშნავს ადამიანს, რომელიც უფროსებს, უმცროსებს, თავის თანატოლებს ოჯახში, გარეთ, სხვადასხვა სიტუაციებში არის ჩემპიონი. გულისხმობ მენტალურად და ადამიანურად რა. გისურვებთ რომ პირველ რიგში თქვენს თავებში შიგნით იყოთ ნამდვილი ჩემპიონები, იმისთვის რომ მე ის ოქროს რკინაც წელზე შემოიხვიოთ რა. იმიტომ რომ თუ ადამიანი მენტალურად ჩემპიონი არა, გულისხმობ იმას რომ უნდა იყოს კეთილი, მობიერი და ბევრი ისეთი რამ, რასაც ჩვენი უფროსთაობა გვასწავლიდა რა. და გისურვებთ რომ ჩემპიონებად იგრძნოთ უკვე თავი და არ გქონდეთ მომენტი რომ აი ჩემპიონი უნდა გავხდე. დამიჯერეთ თქვენ ისეთი ბიჭები ხართ და ისეთი კარგი ადამიანები ხართ რომ უკვე ჩემპიონები ხართ და ის რკინა თავისით მოვა. ის რკინა არავის არსად არ გაიქცევა რა. რიგი ყოველთვისაა და ჩემპიონი ფურცელზე ჩემპიონი ყოველთვის იცვლება და აი გულში ჩემპიონი არასდროს არ იცვლება რა. მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს გვერდით ხართ, იმედია რომ ჩვენი მაყურებლები ზუსტად ისე დაგინახავენ როგორც მე გხედავთ, ისეთ ადამიანებად როგორცაც მე აქ ვიქოთ რომ ხართ და ის სიყვარული რა სიყვარულის თქვენთან მოვა, დარწმუნებულები იყავით რომ ღირსები ხართ მაგ სიყვარულის, იმიტომ რომ თქვენ ამ საქმეს გულით და სიყვარულით აკეთებთ რა. მინდა წარმატებები გისურვებთ რა. ემიძმა ხარ. რამის თქმა თუ გინდათ კიდე ჩვენი მაყურებლისთვის ან ერთმანეთისთვის შეგვიძლია ვთქვათ და დავიშლებით დღეს რა. ყველამ როგორ თქვა, იქ გეტყვით. ბეტლზე გეტყვით რა. მოკლედ ველოდები თქვენგან ძალიან მაგარ ბეტლს რა და ველოდები თქვენგან თქვენი თავის მაქსიმუმის ჩვენებას რა. წარმატებებს გისურვებთ. ეს იყო PvP Flow-ს მესამე სეზონის მორიგი პოდკასტი. ეიო, ველოდებით ყველას ამ ბიჭებს მონოჰოლის ცენტრში. აი იქ